მეგობრებო, მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ფორმატში მინდა შემოგთავაზოთ საჯარო ტაროს გაშლა, საჯარო ტაროს სეანსი, თოთის ტაროს დასტით, თემაზე კი თუ არა. Შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი სურვილი, გეგმა, მიზანი, იდეა, ნებისმიერი თქვენი ცხოვრებისეული სცენარი, რომელზეც გსურთ ესეთი ლაკონური, პირდაპირი პასუხის მოსმენა და დღეს გვექნება სამი ვარიანტი. სამ ვარიანტად წარმოგიდგენთ ამ გაშლას. თითო ვარიანტში ამოვიღებ ორ არკანს და ვნახოთ, რას გვიპასუხებს ტარო დღევანდელ სეანსში. ზოგადად მე არ მჩვევია ესეთი პასუხების გაცემა, როდესაც ჩემთან ადამიანები ეწერებიან პირად კონსულტაციაზე, პირად ტაროს გაშლაზე. ჩემი პასუხები ყოველთვის არის ხოლმე ვრცელი, ამომწურავი, ყოველთვის ვშლი თემას ფართოდ და ზოგადად კი არას პრინციპით ტაროს გაშლა თლად გამართლებულად და სწორად არ მიმაჩნია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ტარო აჩვენებს არა მხოლოდ კონკრეტულ პასუხს და არა მხოლოდ ესეთ ხისტ პასუხს, რომ კი გამოვა ან არ გამოვა, კი აგისრულდება ან არ აგისრულდება, არამედ გვაჩვენებს პოტენციალებს, შანსებს, შესაძლებლობებს, ხომ, რომელი მიმართულებით უმჯობესი იქნება წასვლა, რომელი არჩევანის გაკეთება, რომელი გზის არჩევა და ასე შემდეგ. ანუ ამ თვალსაზრისით ტაროს აქვს ერთგვარი კურნების ძალაც, განკურნების უნარი, იმიტომ რომ ის იმ უარყოფით პასუხშიც ადამიანს აჩვენებს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ესმის ტაროსთან მუშაობის პრინციპები და აქვს გათავისებული ტაროს სისტემა, ასეთ შემთხვევაში ის უარყოფითი პასუხიც კი შეიძლება იყოს არა მატრამვირებელი ადამიანისთვის, არამედ პირიქით განკურნებითი ძალა ჰქონდეს ამ პასუხსაც, იმიტომ რომ ტარო აჩვენებს არა მხოლოდ უარყოფით სცენარს, არამედ გვცემს პასუხებს ისეთ შეკითხვებზე, თუ რატომ მოხდა ის, რაც მოხდა, რა გვასწავლა ამ სიტუაციამ, ან კონკრეტულმა ადამიანმა, როგორც ასე ვთქვათ, პერსონაჟმა რა მოხდა, რა გვასწავლა, რა შეგვძინა თუნდაც იმ უარყოფითი სცენარით, რა სცენარშიც აღმოჩნდით, ხო, ადამიანები ამ თუ იმ სიტუაციაში. და ასე შემდეგ, ანუ ტაროს ბევრად მეტის მოცემა შეუძლია ამის თქმა მსურს საბოლოო ჯამში, ვიდრე არის მხოლოდ კი ან არას პასუხის გაცემა. ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დაანონსებული ტაროს თემა ეს არის კის ან არას პრინციპით პასუხების მიღება, მე შევეცდები, რომ თუნდაც ამ კი არას პრინციპით პასუხებში რაღაცა მოგაწოდოთ ისეთი მესიჯები, რომლებიც მიგანიშნებთ თუ რატომ ამოვიდა დადებითი პასუხი, იმ შემთხვევაში თუ ამოვა დადებითი პასუხი, ან რატომ ამოდის უარყოფითი პასუხი და რაშია გამოსავალი. სამი ვარიანტი გვექნება, როგორც უკვე ვთქვი, პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი. შეგიძლიათ უკვე აირჩიოთ გონებაში მოსული ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად მოვა გონებაში, შეიძლება ეს იყოს კონკრეტული რიცხვის სახით, ან კონკრეტული ჟღერადობის სახით, ხომ, გაჟღერდეს, რომ ვთქვათ მეორე ვარიანტი, ან პირველი ვარიანტი, ან მესამე ვარიანტი. ან რაღაცა სხვა შეგრძნებებით, ხომ? უფრო ეს არის ვიზუალური ხედვა მოდის ხოლმე ამ დროს, ან აკუსტიკურად გვესმის, ხომ? ესე ვირჩევთ ადამიანები ამ შემთხვევაში ვარიანტებს. დავმუხტოთ ტარო ცეცხლის სტიქით და ვნახოთ, რას გვიპასუხებს. პირველი ვარიანტისთვის პასუხი ჩაფიქრებულ თემებთან, თემასთან, საკითხთან, სიტუაციასთან, სურვილთან, მიზანთან მიმართებაში კი თუ არა. პირველი ვარიანტი კი თუ არა. მეორე ვარიანტისთვის კი თუ არა, ჩაფიქრებულ თემასთან, მიზანთან, სურვილთან მიმართებაში კი თუ არა და მესამე ვარიანტი კი თუ არა. მოდით ვნახოთ, მეც ძალიან მაინტერესებს. რა პასუხები ამოვა, მე მგონი კარგად ჩანს ვარიანტები.
ცოტა მაღლა ავწევ. პირველი ვარიანტი, მეორე, მესამე ვარიანტი. და ძალიან ვარ გაგვიგრძელდეს ტაროს სეანსი, მოდით ვნახოთ პირველი ვარიანტი. კი თუ არა. პირველ ვარიანტში ამოდის აბსოლუტური კი. Ну, თუ ამ გაშლას მივყვებით, ეს არის აბსოლუტური კი, რომელიც რაღაცის გადაწყვეტასთან, გადაწყვეტილების მიღებასთან არის დაკავშირებული, ეს კი გონების სიცხადესთან, ლოგიკურობასთან, ძალიან ისეთ გამჭრია ხაზროვნებასთან და რაღაცის გადაჭრასთან. ოღონდ ეს გადაჭრა, გადაწყვეტა არ უნდა მოხდეს არც ერთ შემთხვევაში ემოციების ჩართულობით, გულის ჩართულობით, რაღაცა ძალიან ისეთი სენსიტიური მიდგომით, არამედ ძალიან მკვეთრი, ხისტი გადაწყვეტილება, ცივი გონებით, ცივი ლოგიკური აზროვნებით, მაქსიმალურად ცივი ემოციებით და გახსნილი გონებით, ცხადი გონებით უნდა მოხდეს აი ამ გადაწყვეტილების მიღება და ასეთ შემთხვევაში ეს არის აბსოლუტური კი. ეს პასუხი, რაც ამოდის, ამ შემთხვევაში აფართოებს თქვენს ჰორიზონტებს, თქვენს თვალსაწიერს, თქვენს გზას, ცხოვრებისეულს, რაღაცა ციკლი მთავრდება და რაღაცა ახალი ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში ამ პასუხით. ეს იქნება გაცილებით სხვა მასშტაბის რეალობა, გაცილებით უკეთესი რეალობა, უკეთესი ცხოვრების ხარისხი, ფართო ჰორიზონტები, შეიძლება ეს იყოს დაკავშირებული საზღვარგარეთის თემასთან, უცხოეთში სწავლებასთან, ან საცხოვრებლად, ან სამუშაოდ წასვლასთან, რაღაცა უცხოელ პარტნიორობასთან. შესაძლებელია ვიღაცისთვის ეს იყოს პარტნიორი სასიყვარულო დაკავშირებული უფრო უცხო ქვეყნებთან, ან წასვლა ასეთ რაღაცა მოგზაურობაში. ყველა შემთხვევაში, როგორიც არ უნდა იყოს თქვენი თემა და თქვენი საკითხი, რაც ჩაიფიქრეთ, ხო, პირველი ეს არის ის, რომ პასუხი იქნება დადებითი და ყველაფერი წარიმართება დადებითად, თუ თქვენ გონების ჩართულობით იქნებით პროცესებში და მაქსიმალურად გვერდზე გაწევთ ემოციებს და სენსიტიურობას და გადაწყვეტილებას მიიღებთ ცხადი, ცივი, ლოგიკური აზროვნებით და მეორე ყველა შემთხვევაში არის ის, რომ რაღაცა ერთი ციკლი ცხოვრებისეული, ერთი ეტაპი დასრულდება და დაიწყება უფრო მაღალი ხარისხიდან ახალი რეალობა, ახალი ცხოვრების წესი, ცხოვრების უფრო მაღალი სტანდარტი, მაღალი ხარისხი და გაფართოება თქვენი ცნობიერების, თქვენი აზროვნების, შეიძლება ეს იყოს რაღაცის სწავლა, რაღაც საზღვარგარეთ წასვლა, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობა, უცხოენოვან ადამიანებთან ურთიერთობა და რაღაცა უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლა თქვენი ცხოვრებით, ვიდრე ეს ყველაფერი იყო აქამდე. გილოცავთ პირველი ვარიანტის წარმომადგენლებს, არაჩვეულებრივი ვარიანტი ამოვიდა, მე თვითონ ძალიან მიყვარს ეს არკანი, ეს არის არკანის სამყარო, 21 არკანი ტაროს მაღალი არკანების სისტემაში და როდესაც ეს არკანი ამოდის ხოლმე ჩემთან, როდესაც საკუთარ თავს ვუშლი და ეს არკანი ამოვა ხოლმე, რაღაცნაირად ამოვისუნთქავ ხოლმე, რაღაცა დავმშვიდდები ხოლმე, რადგან ძირითადად დადებით განვითარებაზე მესაუბრება ეს არკანი ყოველთვის და რაღაცა ახალი პოტენციალების და ახალი შანსების შემოსვლაზე ჩემს ცხოვრებაში. ამ შემთხვევაშიც ვინაიდან თქვენთვის პირველი ვარიანტის წარმომადგენლებისთვის ამოვიდა ეს არკანი, ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი ბუნებრივად დასრულდება, რაც მიდის პროცესები ხო თქვენს ცხოვრებაში, ყველაფერი ბუნებრივად დასრულდება და დაიწყება ახალი ციკლი, ცხოვრების ახალი ეტაპი. მშვენიერი ვარიანტი ამოვიდა პირველ ვარიანტში, დამიწერეთ თქვენი საიტები, თქვენი ხედვები. ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა, ყოველთვის ვეცნობი ხოლმე კომენტარებს. და მოდით ვნახოთ ახლა უკაცრავად მეორე ვარიანტი. კი თუ არა. კი თუ არა. ამ შემთხვევაშიც პირველივე არკანში ვხედავთ ჰაერის სტიქიას. ამ შემთხვევაშიც კი იქნება პასუხი არის უფრო კი ვიდრე არა, ვინაიდან ამოდის ძალიან ისეთი ძლიერი არკანი, კარის კარტი, ეს არის ხმლების მეფე, რომელიც გვესაუბრება იმაზე, რომ პასუხი იქნება კი თუ ამ პროცესებში ჩართული იქნება ისევ და ისევ თქვენი ანალიტიკური ცხადი, ძალიან ისეთი ძლიერი გონება, გონებრივი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ან ასეთი ადამიანისგან შეიძლება მოდიოდეს ესეთი დახმარება, რომელიც ამ საკითხს, რაც ჩაიფიქრეთ და იმ თემას გადაწყვეტს დადებითად. ასევე კი
ანუ პასუხი იქნება დადებითი იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მაღალ კონკურენტ უნარიანობას გაუძლებთ და ამ კონკურენციაში გაიმარჯვებთ. მე არ ვიცი ახლა თქვენ რა ჩაიფიქრეთ, რა არის თქვენი ჩანაფიქრი ამ ვარიანტში, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს კონკურენციასთან, სხვა ადამიანების ინტერესების წარმოჩენასთანაც, ის რაც თქვენ გაინტერესებთ. სხვა ადამიანებსაც აინტერესებთ, ხდება ინტერესთა კვეთა, კონფლიქტიც შესაძლებელია და ამიტომ რაღაცა შეჯიბრის, გაჯიბრების და კონკურენციის მომენტი ირთვება. აი, აქ უკვე და ამ შემთხვევაში პასუხი არის ის, რომ ამ კონკურენციაში იმარჯვებთ თქვენი ცივი რაციონალური გონებით და ძალიან მაღალი ინტელექტუალური შესაძლებლობებით, ან ასეთი ადამიანისაგან ხდება თქვენი შეფასება, შეიძლება ეს იყოს სამსახურში უფროსი, ხელმძღვანელი, ან რაღაცა ბიზნესში ისეთი გამოჩენილი პიროვნება, ან იმ კონკრეტულ ჩანაფიქრთან მიმართებაში, რაც ჩაიფიქრეთ, ესეთი პოზიცია ეკავოს ამ ადამიანს, ხო რაღაცის გადაწყვეტის ძალაუფლება ჰქონდეს, მის სიტყვას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდეს და სწორედ ასეთ ადამიანზე იყოს დამოკიდებული თქვენი პასუხი კი. ამიტომ თუ აი ამ მოცემულობას შევხედავთ როგორც შანსების მდგომარეობას, დიდწილად პასუხი არის კი, რა თქმა უნდა, თქვენი შესაბამისი ჩართულობის და მოწადინების მონდომების შემთხვევაში. აი ესეთი გახლდათ მეორე ვარიანტი და მოდით ვნახოთ მესამე ვარიანტი. კი თუ არა. ეს რაღაც არაჩვეულებრივი არკანები ამოვიდა, თასების 10-იანი და არკანი ძალა, რომელიც ძალიან მიყვარს ეს არკანი. პასუხი არის კი, ნამდვილად ძალიან დიდი კი და აქ უკვე არ ვიცი, რაღაცა უფრო ესეთი ემოციები სჭარბობს, თუ პირველ ორ ვარიანტში უფრო კარტი ითხოვდა რაციონალურ აზროვნებას, ცივ გადაწყვეტილებებს, ძალიან ესეთ გამჭრიახ ემოციებისაგან დაცლილ ხედვას, ამ შემთხვევაში ჩვენ პირიქით ვხედავთ ძალიან დადებით ემოციებს, ემოციები, რომლებიც იღურება ამ თასებიდან, ხო ეს სიმბოლურად ესე გამოიყურება ეს არკანი, ეს არის თასების 10-იანი. აქ უკვე ამ პასუხს, ამ კის, ამ პროცესის დადებითად წარმართვას თქვენთვის მოაქვს ძალიან დადებითი ემოციები, კომფორტის ზონაში შედიხართ ამ პასუხიდან გამომდინარე, ივსებით ემოციებით, დადებით ემოციებს გულისხმობ, რა თქმა უნდა, და ეს არ არის მარტო მყოფი ადამიანის ემოციები, ამ შემთხვევაში ამ თქვენ სიხარულს, ბედნიერებას, რაღაცა სასიამოვნო მომენტს, ან რაღაცა თქვა წინსვლა შეიძლება ეს იყოს, რაღაცაში თქვა დადებითი პასუხი, რაღაც სადმე თქვა გაგზავნილი გქონდათ თქვენი CV და დადებითი პასუხი მოვიდა. ან რაღაცა კონკრეტული შემოთავაზება მიიღეთ ხომ და ამან ბედნიერება მოგანიჭათ. ამ ბედნიერებას მარტო თქვენ არ განიცდით, იზიარებენ თქვენი ოჯახის წევრები, თქვენი მეგობრები, თქვენი გარშემო მყოფები, კეთილის მყოფელი ადამიანები, ვისაც თქვენი ბედნიერება, თქვენი წარმატება და თქვენი წინსვლა ისევე უხარია, როგორც თავისი საკუთარი წინსვლა და წარმატება და ეს რა თქმა უნდა დიდი სიმდიდრე და დიდი ბედნიერებაა. ამავდროულად აქ არკანი ძალაც ამოდის, არკანი ძალა ნიშნავს იმას, რომ ეს პასუხი თქვენ პირდაპირ მნიშვნელობით ძალას შეგმატებთ, ენთუზიაზმს შეგმატებთ და აი მთელი ვნებით იქნებით ამ პროცესებში ჩართული. შესაძლებელია აქ ემოციების ეს სიყვარულის თემაც იყოს, ვიღაცისთვის ეს რაღაცა სხვა თემებთან იყოს დაკავშირებული, არა პირადულ პარტნიორულ ურთიერთობებთან, არამედ სამსახურთან, ბიზნესთან, რაღაცა სხვა გეგმებთან, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს პასუხი არის კი და ამ პასუხს მოაქვს თქვენთვის არა მხოლოდ წინსვლა, ან რაღაც ახალი შანსები, ან რაღაცა ვთქვათ, ცნობიერის გაფართოება, არამედ დიდი ბედნიერება, ექსტაზური ბედნიერება, აი რაღაცა ესეთი ენერგიები მოდის ამ ორივე არკანიდან. ავსება ემოციების, გაზიარება ოჯახის წევრებისთვის ამ ყველაფრის, ან თქვენი გარშემო მყოფი კეთილის მყოფელი ადამიანებისთვის და ძალიან დადებითი პოზიტიური ენერგიების ურთიერთგაცვლა, რაც თქვენ ძალიან გაძლიერებთ. რაღაცა შეიძლება თუ კონკურენციის თემა იყო და გაეჭვებოდათ პასუხი, ამ კონკურენციაშიც თქვენ ცალსახად იმარჯვებთ, აშკარად გამარჯვებული ხართ და წინ დგახართ სხვა თქვენს კონკურენტებთან მიმართებაში. ასე რომ გილოცავთ მესამე ვარიანტს, ვინც აერჩიეთ მესამე ვარიანტი, ეს არის აბსოლუტური კი. დამიწერეთ თქვენი ხედვები, ჩემო მეგობრებო, თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი ვარიანტები, რომელი ვარიანტი აერჩიეთ. თქვენი მოსაზრებები და თქვენი კომენტარები ჩემთვის ყოველთვის საინტერესოა და მე მათ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვეცნობი ხოლმე.
პირად სეანსებთან და კონსულტაციებთან დაკავშირებით კი შეგიძლიათ მომწეროთ Facebook-ის ან Instagram-ის Messenger-ში. პირადი სეანსები ტარდება online Messenger-ში აუდიო ზარით. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.